ყურადღება. ეს ვიდეო განკუთვნილია მაყურებლებისთვის ასაკით 16+. თუ თქვენი ასაკი არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულს, ან და ხართ ნაზი ბროლა, ფიფქია, სათუთი გულის და კიდევ უფრო უსათუთესი ეგოს პატრონი და ყველაფერს პირად შეურაცხყოფად იღებთ და არ გესმით იუმორი და ხო, თქვენ თუ რაიმე თემაზე ხუმრობა არ მოგწონთ და თან ტრაგი გეწობათ, ეს თქვენი პრობლემაა. გთხოვთ, გამორთოთ ვიდეო და წახვიდეთ გოჭუნია პეპას უყუროთ. მადლობა. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომლის შესახებაც დიდი ხანია მინდოდა რომ ესაუბრა, მაგრამ თავს ვიკავებდი. თან იმდენი ხანი ვიკავებდი თავს, რომ ღამე არ მეძინებოდა. რადგან ის ყველაფერი, რაც დღეს ამ ვიდეოში უნდა მეთქვა, თავში მიტრიალებდა და როგორც კი სიჩუმე ჩამოწვევდა ხოლმე, სულ ამ ვიდეოზე მეწყებოდა ხოლმე ფიქრი. რომ მიხვდეთ რატომ პატარა პრეისტორიას მოგიყვებით. რამოდენიმე ხნის წინ გადავიღე ვიდეო TikTok-ისთვის, რომელიც ასევე ავტვირთე Instagram Reel-ად, რომელსაც თითქმის არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია TikTok-ზე, Instagram-თან შედარებით. იქ მაგრად წაიღო. 100,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა დაახლოებით 2 კვირაში თუ არ ვცდები. ხო ისე ნუ დაიზარებთ, გადადით, ლინკი იქნება სადმე, ან კომენტარებში, ან ჩემს YouTube-ის პროფილზე, დამაფოლოვეთ. რა თქმა უნდა, კონტენტის ნახეთ, თუ მოგეწონებათ დამაფოლოვეთ, თუ არ მოგეწონებათ, არ დამაფოლოვოთ, თქვენი ნებაა. ხანდახან კარგ აღწერებს ვწვდები ხოლმე. მოკლედ, ამ ვიდეოს ძალიან ბევრი ჰეითერი გამოუჩნდა, ბევრი ლაითი, ბევრიც კი მონდომებული. ზუსტად ისეთები იდეაში, როგორებზეც მქონდა იმ ვიდეოში საუბარი. ამ ვიდეოს არც იდეაში იყო ის, რომ ნამდვილ მამაკაცებს და ვიმეორებ ნამდვილ მამაკაცებს და ზუსტად იგივენაირად ვიმეორებ ვიდეოშიც. მამაკაცებს არ ეშინიათ ორალური სექსის გზით სიამოვნების მინიჭება. და პლუს ამას, თუ ქალს მაგალითად ბიკინის არეალში რაღაც გაპარსული და თმა გაწვენილი არ აქვს, პატარა თმებისაც არ ეშინიათ. ხო, მოკლედ, ვისაც ვიდეოს ნახვა გინდათ, გადადით ისევ Instagram-ზე, ნახეთ, ის სიამოვნეთ. შეგიძლიათ კომენტარებში შეხვიდეთ, თქვენი კომენტარი დატოვოთ, ან უბრალოდ სხვების დატოვებული კომენტარებით დატკბეთ. მოკლედ, პირველი პრობლემა რაც შევნიშნე ისაა, რომ ადამიანებს თმის ქონა და ჰიგიენა ორი სხვადასხვა რაღაც არ გონიათ. ერთი და იგივე რაღაცა გონიათ. თმა თუ გაქვს, ავტომატურად ჭუჭყიანად ითვლებს, საზიზღრად ითვლებს. ჯერ არასწორი მიდგომა არის. შესაძლებელია სრულიად, რომ ადამიანს ან მამაკაცსაც, თუნდაც ბიკინის არეალში ქონდეს თმა, ან მკერდზე ქონდეს თმა, ან იღლიაში ქონდეს თმა, ან თავზე ქონდეს თმა, ან სახეზე ქონდეს თმა და თუ უვლის მოწესრიგებულია და ჰიგიენა აქვს სრულიად მწყობრში, რა პრობლემაა? და მესმის, ყველანი განსხვავებული ადამიანები ვართ, ვიღაცისთვის შეიძლება მართლა იყოს პრობლემა. და it's okay, არავინ არ გეუნებათ, რომ მაინც და მაინც თმები უნდა მოგწონდეთ, მაგრამ ამის ფობია რო გქონდეს, ეს ცოტა მეგოიცი სულელი არის. ხო და პირველი პრობლემა რაც დავინახე, იყო ის, რომ აშკარად აზრი ვერ გამოიტანა ბევრმა. რამაც არ გამოყვირვა, თუ საკითხulis გააზრებაში ბოლო წინას ადგილზე რო ვარ სამყაროში მაგას გავითვალისწინებთ. მოკლედ ყველამ დაიწყო წუწუნი, ტირილი, თუ როგორი საზიზღარი ვარ, როგორი ხალაჩუნა ვარ, როგორი მწოელი ვარ. ვიღაცამ ლატენტური გეიც დამიძახა და პედერასტიც კი მიწოდა, რა შუაშია ვერ ხვდები თემასთან, მაგრამ ოკეი. და იყო სხვა უარესებიც, რომლებსაც უბრალოდ შლიდი, იმიტომ რომ ყველაზე მკიდია ჩემი პლატფორმა, ჩემი ვიდეოა და უბრალოდ თუ შემოდიხარ იმის გამო, რომ შეურაცხყოფა მომაყენო, რომ რა შენ ტრაკი აგეწვა, იდი ნახო. რა კომენტარებში მიხტები, შენ ცხოვრებაზე დაბოღმილი და გაბოროტებული ხარ, მე არ მოგცემ უფლებას, რომ ჩემი ვიდეოს კომენტარებში ანთხიო ეგ ბოღმა. მოკლედ, მეც მეტი რა მინდოდა, თითქმის ყველას პასუხობდი, უკან საკადრის პასუხს ვცემდი და მიდიოდა ერთი გაწამაწია. ზოგი ხვდებოდა, რომ ობიექტურად ყლეობა დაწერა კომენტარებში, ზოგი ვერა და აიგნორებდი ახლა. მართლა ბაზარი არ გამიბია ყველასთან. იმიტომ რომ ადამიანს გაგება თუ არ უნდა ვერს გაიგებს. კედელს ერთში შეაყარეოდა, ხო რა, ეს დედა ტერეზას როლი ნამდვილად არ შემითავსებია არასდროს. საბოლოო ჯამში იყო ცოტა პოზიტივიც იმ ხალხისგან, ძირითადად ქალებისგან, რა თქმა უნდა. მოკლედ ხალხისგან, ვინც ვიდეოს აზრს ჩაწვდა და მიხვდა. ვინც გადაობა ვიდეო, გადაობად მიიღო და არ ჩაეძია და საკუთარ პერსონალურ ტრამვებზე და კომპლექსებზე არ შეიდიდღნა ეს ჩემი ვიდეო. იდეაში ეს ვიდეო ეძღვნებათ ბიჭუნკელებს, კაცუნიებს, კაცმაცუნებს, მამრობითი სქესის მდაბიო წარმომადგენლებს. ეხებს შორის რომ რაღაც გაბია არ ნიშნავს რომ კაცი ხარ. ეს ისე მაინც რავი. მინმე თუ არ იყავით მაგამ ბავშვი დარწმუნებული, აწიწვით. და იგივეა ქალებზეც, ბავშვის გაჩენა რომ შეგიძლია ბიოლოგიურად არ ნიშნავს რომ ქალი ხარ. არანაირი სექსიზმი მეგობრებო, აქ მხოლოდ თანასწორობაა. მე მგონია ესე უფრო კარგი არის, ესე მომწონს. ეს კარგი.
და მათ ჩემთვის და ალბათ ყველა ადეკვატური ადამიანისთვის სრულებით ამაზრზენ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, ქალების მიმართ განსაკუთრებით. პირველ რიგში მინდა იმ რამოდენიმე ცოტა გონება-ჩლუნგის კომენტარს გამოვეხმაურო, ვინც იქ ვიდეოში უაზროდ გამომიტყნაურდა, რადგან პროჭია ეწვათ ჭიგრებს. იქაც გავეცი პასუხი, მაგრამ ანუ ეზარება გავკათნიერდები და განმეორდები. სანამ ამას ვიზამ, კი მინდა აგიხსნათ, რომ ყველას აქვს განსხვავებული გემოვნება. თუ უბრალოდ არ მოგწონთ ორალური სექსი, ან მაინც და მაინც რაცემა იმდენად გეზიზღებათ, რომ აი გულისრევა გეწყებათ, კი ბატონო, არავინ არ გავალდებულებთ. ანუ რატო შეიძლება იქ გეფიქრათ, არ ვიცი, მაგრამ მაინც გეუნებით. ანუ არ ხართ ვალდებულები, რამე მოგწონდეთ. და არც არავის უთქვამს, რომ მაგით ვინმეზე ნაკლებები ხარ. და მეცაც გეტყვით, ბევრი ქალი ვიცი და ბევრი გოგო ვიცი, ვისაც თავად არ უყვარს მიღება ამ ორალური სექსის. ხო და ნუ ზოგს გაცემა უყვარს, ზოგს მიღება უყვარს. რას გაიგებ? ყველა განსხვავებულია. მოკლედ, სამყაროში ყოველთვის მოიძებნება ყველასთვის ვინმე, ვინც საკუთარ მის მოთხოვნილებებს და გემოვნებას დაუკმაყოფილებს და შეეწყობა. მაგრამ თუ მხოლოდ იმიტომ გაქვთ ორალური სექსის და თუნდაც ქალის ბიკინის არეალში თმის შიში, რადგან ბავშვობაში თქვენმა კომპლექსის ბუკეტმა, ბიძიებმა მამიკოებმა და ნათლიკოებმა ეგრე ჩაგიტენეს და გონება ყლეობა ფალსიფიცირებული ძალით მასკულანური იდეებით გამოგიტენეს, აი ეგ დიდი პრობლემაა. ზოგადად ისეთი ადამიანისგან არ უნდა ისწავლო ან მიიღო რჩევა, რომელიც იძახის, რომ შეყვარებულთან სექსი იმიტომ არ აქვს რომ ვერაკადრებს. What? ან კაი, შეყვარებულს თავი გავანება, რომელიც ცოლის მოყვანის მერე ძბოზებში დადის. იგივე მიზეზით, რომ ცოლს ვერაკადრებს. ანუ what? ჯერ ეს კადრება რა ყლეობა მოიგონეს. მაგრამ მარტივი ახსნა აქ იდეაში. ქართულ ენაში სიტყვა მოტყნა თითქმის არასდროს გამოიყენება რაღაც დადებითი კონოტაციით და თითქმის ყოველთვის გამოიყენება შეურაცხყოფის მისაყენებლად და დამცირებისთვის. იქნება ეს რაღაც უბრალო სხვა ადამიანის დედის თუ სხვა მდედრობითი ან საერთოდ ნებისმიერი რამის შესაგინებლად, ან მაგაცებთან საბლატაოდ, რომ ვიღაცა ნაშამაგრად მოტყნეს. უნდა გაუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, და მიაგდეს. ან არ მიაგდეს, უბრალოდ ნაშატყავთ და ტყნავენ. იმიტომ რომ თესლი ბიჭები არიან. და მიზოგენი კაცებისთვის არ არსებობს სექსი როგორც რაღაც ამაღლებულის კონცეფცია, რომ სექსი არ არის მათთვის ნდობა, სიყვარული, გახსნილობა, ამაღლება. მათთვის ეს არის უბრალოდ ტყნაური და გადის აი ფიზიკურ სიამოვნებაში მხოლოდ აი რაღაც რო ებხანებათ, რომ აი უნდა მოიქავონ, იმიტომ რომ ისე ვერ ჩერდებიან. მოდით ახლა ჩემო საყვარელებო, ძალიან პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ როგორც ჩემი კუტუ. სექსის მთელი არსი და მუღამი არის ის, რომ პარტნიორ სიამოვნება მიანიჭოთ და არა ის, რომ თქვენ პუნქტში გაათავოთ და მერე როგორც ღორი ტალახში გადაგორდეთ და ხვნეშა დაიწყოთ. განსაკუთრებულად დეგენერატებისთვის ვიმეორე, სექსი არ არის ეგოისტური ქმედება. ეს არის საკუთარი სხეულის, საკუთარი სულის, გონების პარტნიორისთვის მიძღვნა და მინდობა, რომ ერთმანეთს დაუკავშირდეთ და ისეთი სიამოვნების მინიჭების უფლება მისცეთ ერთმანეთს, როგორიც სხვა საერთოდ არ არსებობს. და დამიჯერეთ, როცა არაეგოისტურად მიუდგებით, თქვენს ბევრად მეტად ბედნიერები და კმაყოფილები იქნებით და ის ადამიანი, ის პარტნიორი, ვინც საკუთარი თავი მოგანდოთ თქვენ. ახლა კი სიტყვა ტყნავს რომ დაუბრუნდეთ. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ რამდენად ამაზრზენად ჟღერს. ამ სიტყვაში, როგორც უკვე აღნიშნე, არ გამოიხატება არანაირი სიყვარული, არანაირი სითბო თუ ელემენტარული პატივისცემაც კი. და ჩემამდე პირადად არ დადის, რამდენად საწყალი უნდა იყო, რომ მარტო იმ ხალხთან გაქვს სექსუალური კავშირი, ვისაც ესე ვერ იტან. ან თუ იტან და მარტო იმიტომ საუბრობ მათზე ამ სიტყვების გამოყენებით, რომ შენ სამეგობროში თესლ ტიპად გამოჩნდე, ვაი შენ და ვაი შენ საძმაკაცოს. მინდა გახაროთ, რომ ყველანი კომპლექსების ბუკეტები ხართ. რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი უკომპლექსო, საკუთარ თავში თავდაჯერებული და წარმატებული იყოს და მაინც ხვების დამცირებით ცდილობდეს საკუთარი თავის ღირებულებების თუ სტატუსის აწევას, ანუ ყველაზე მდაბიოს აქციელია. ან კიდევ ერთი საზიზღარი მაგალითი, რომელსაც აი ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, თან არ მესმოდა. რატომ უნდა გამოგეყენებინა სიტყვა მუტელი იმ ქალთან მიმართებაში, რომელსაც მიმზიდველად და ლამაზად ჩათვლით. ჩემს უმანკო და ემპათიურ გონებას არ ესმოდა ადამიანის განვითების, კონკრეტულად კი ქალის დამცირების მისი ნივთად ქცევითის კონცეფცია.
იმიტომ რომ მუტელს ეძახდნენ გოგოებს, რომლის მოტყუნაც და მიგდებაც უნდა კიდევ ერთი საზღარი დეტალი. სიტყვა მოტყუნა ნიშნავს გაუპატიურებას იდეაში. რადგან არ ამგონია ვინმეს შენთან სექსის ქონა უნდოდეს, ვის მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება გაგაჩნია მათი თანხმობის გარეშე. რას გაიგებ? ზოგ წყვილს აქვს მართლა შეხმატკილებულება და ზოგ ზანაც მოწონს, ეს თქვენი საქმეა. მაგრამ ესე რენდომ ადამიანზე? კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, მე და ჩემი ძმაკაცი მივდიოდით სადღაც მეტროთი მოკლედ, მეტრო შესვლაში შეხვდნენ მისი ნაცნობები, უბნის ბირჟავი კი როჟები. და ნუ ხელი ჩამოართვეს, დაიწყეს რაღაცაზე ლაპარაკი. მე რა თქმა უნდა ვზივარ ველოდები და რაღაც მომენტში ძალიან საყვარელმა და ძალიან ლამაზმა გოგომ ჩაიარა, რომელსაც რო დავინახე, ნუ პირველი ეგავიფიქრე, რომ ვაუ, რა საყვარელი გოგოა და ამ დროს ამ ჩემი ძმაკაცის ნაცნობი ტიპებისგან ერთ-ერთისგან მესმის, აუ რა მაგარი მუტელია. და იმ წამსვე სახე მემანჭება, მაგრამ ნუ არ მიმჩნევ, შინაგანად მემანჭება და მინდა რომ ამ ტიპს პირში მივახალო, რომ აი თვითონ რომ ეგეთ მდგომარეობაში ყოფილიყო რაღაც, სადღაც ჩაევლო და გოგოები ყოფილიყო. და ანუ ეს ტიპი რომ დაენახათ და რომ ეთქვათ, რომ აუ გოგო იმას გახედე, ნახე რა მაგარი ყლეაო, აი როგორ გესიამონება მე. რა თქმა უნდა, ეს იქ იმ ტიპისთვის არ მithქვამს, მაგრამ ეს გულში გავივლე და ყოველთვის მაგას ვფიქრობდი, როცა უცხო ადამიანისგან ეს სიტყვები მესმოდა, როცა უცხო გოგოს თუ ქალის მიმართ მსგავს მიმართებას იყენებდნენ ხოლმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად სიტყვა მუტელთან დაკავშირებით პატარა რისერჩი ჩავატარე. მაინტერესებდა საიდან მომდინარეობს და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც ყველა მისედაც ვიცით, წარმოშობა არ არის ცნობილი, მაგრამ ქალის სასქესო ორგანოს ჟარგონული სახელია და ხშირად გამოიყენება ადამიანის უმეტესად მდედრობითი სქესის დასამცირებლად, რაც ზოგადად ძირს უთხრის თანასწორობას და წყალს ასხავს სექსიზმის და მიზოგინიის წისქვილზე. ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ბლოგიდან, რომელსაც გადავეყარე რისერჩის დროს. წაგიკითხავთ. მუტელს გამოყენების დიდი ხნის ისტორია აქვს. ქალების დამცირებისა და უპატივცემულობისთვის. ეს არის მთელი სქესის დაკნინების სასტიკი გზა და სამწუხაროდ გახდა ჩვენი კულტურული ლექსიკის ხშირი ნაწილი. ამ სიტყვის გამოყენება ნიშნავს, რომ ქალები სხვა არაფერია, არა მამაკაცის სექსუალური დაკმაყოფილების ობიექტი და უნდა არსებობდნენ მხოლოდ მამაკაცის სიამოვნებისთვის. გარდა ამისა, ეს გულისხმობს, რომ ქალებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ჩართულობა ინტელექტუალური დიალოგის ან რაიმე სხვა სახის ღირებული წვლილი შეიტანონ. რო გკითხო ქართველებს, და ქალების მოყვარულიერი ვართ რა, და აი დედა ყველაფერია და ყველაზე მაღლა დგას და მაგრამ იცოცხლე და საკუთარ ეგოს როცა შეხება საქმე, იქ მაგრად გვენძრე. ქალების ყველა გზით დამცირება და ხორცად ქცევა და ფეხებით გადავლა მოსულა. და ხო, ეგეთი არაპრინციპული და ამაზრზენი რო ხარ ადამიანი, იმ ქალის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ, ვის მიმართაც ესე საუბარ თუ იქცევი. ყველა არაკაცი და ძალით კაცი ღირსია მისი დედა ხედავდეს და ისმენდეს, როგორი დამოკიდებულებით ექცევა საკუთარი შვილის სხვა ადამიანებს, რომ მერე დატკბეს საკუთარი დედის გულმოკლული ცრემლების ყურებით და იქნება მერე მაინც გადაუტრიალდეს თავში რაღაცა და რამე შეიცვალოს. აი, ვეყო ეხა სერიოზული ლაპარაკი, ისევ კუნის თემას დავუბრუნდ. ვინ მოვიგონა ეს ყლე, რომ ქალის კუნის თუ უკეთებ ხარ ქათარი. ბიჭო, ქალების და ქალის გენიტალიის და თმის შენგეშინია და მე ვარ კიდე ქათამი? რა ლოგიკით? ან თუ წოვა მევასება თქვენი თქმით გეი და პედერასტი როგორ ვარ? ანუ იდიოტები ხართ? ანუ სიტყვის მნიშვნელობა არ გესმით? და თუ კიდე იმდენად დებილები ხართ, რომ ზმნა წოვა იწევს თქვენში ამ მაზრზენ რაღაც კრინჯობა რეაქციას. ძალიან მაინტერესებს ყოველი თქვენგანი კაკალს ტეხავდით დაბადებიდან? ანუ დედის ძუძუ არ გიწოვიათ? თუ ეგ სხვა, იასნა, მაწეტა სვიტოე. მოიცადა, ხინკალს რო უდუდღნით ხოლმე ნასიამოვნების სახეებით? ეგეც არ ითვლება? რა გეშველებათ. კიდე რა გამახსენდა. ბიჭო, აი ჩვეულებრივ პორნოს მარტო იმიტომ რომ არ უყურებ, რომ კაც და ქალს აქვს სექსი. და ნუ რა თქმა უნდა, ასევე ფიგურირებს ასოც და მაგის გამო ლესბოსელების პორნოს უყურებთ. აი, თავი ვინ გონიათ ცვეთში? გონიათ რომ პორნოში თუ ყლეს დაინახავთ, ეგრევე ჰომოსექსუალები გახდებით თუ რა პლუს 18 სურწმენებით ოპერირებთ ვაფშე. აი, წარმოვიდგინეთ ეხა, სიქულა რო ეუბნება გრიქულოსო, გრიქულ, ხეზე დააკაკუნე, აი ტელეფონი და ყლე არ გადმოხდეს, არ შემერჭოს და ძალიან არ მესიამოვნოს, თორე ხოდე ვიღუპეო.
ვაახ. ისიც ეს ყლესახელები იმიტომ გამოვიყენე ძველი ანეკდოტებიდან. ქართველებს ყველაფერზე პროჭი ეწვებათ. უნდა გამომიხტეს მერე ვიღაცა სირიკო და ჩემი სახელი რატო გამოიყენე? გეგონება მარტო ამას ქვია რაღაცა გელა თუ რაღაცა, დიმიტრი, აი, რა მნიშვნელობა აქვს? და თან ამის თავს გულისხმობდი, ანუ სხვას კი არა, იმენა ამას გულისხმობდი. ანუ ტიპი რა შენძრეული ეგოისტია ხვდებით? იმენა ყლეა, მაგრამ ეგეთებთან ლაპარაკს აზრიც არა აქვს. მოკლედ სიკულას და გრიქულას გელოდებით კომენტარებში. ან კიდე ტიპებს ბანანის და კიტრესო გეშინიათ. თუ არ მოჭერით ან მოტეხეთ ისე რომ ვერ ჭამ. ბიჭო, ყველგან ყლეგელანდებათ და ვისაც ქალები და მათი სხეული მართლა გვიყვარს, ქათმებს, გეებს და პედერასტებს რო გვეძახით. შეხო არა გაგვთ ბიძია თქვენ. მაგრამ მხოლოდ შურით და კომპლექსებით სავსე ადამიანი თუ მოიქცევა, ისე როგორც თქვენ ჩემო საყვარლებო. რადგან რო გაგიბაზდეთ რომ ქალს ორალური გზით სიამოვნება მიანიჭეთ, მერე ხო თქვენი ქათამი ძმაკაცები დააქცინებენ. აი ჯერ ხო რა დასაცინია, მაგრამ თქვენი დაბლადაცემით თავს აიმაღლებენ. მაგრამ ამ თქვენი დაბლადაცემით ისინი ეგოს მოიფხანენ და საძმაკაცოს რანკებში დაწინაურდებიან, როგორც უფრო თესლი ტიპი. აბა ისე რანაირად სხვა ღირებულება ხო არაფერი არ გააჩნიათ. მათაც უყვართ შეიძლება წოვა, მაგრამ იერარქიის შიში თქვენ უნდა მოგცელონ. რო ვაიდა მათაც გაუბაზრდეთ, მერე ისევ ერთ რანგზე იყოთ ისინიც რო ჩამოქვეითდებიან, როცა სხვა ქათამი ძმაკაცები მათაც დააჯვავენ ამ საქციელის გამო. ჩვეულებრივი იერარქიის მონები ხართ. ყავლენ მერე და დაიწყებენ ადამიანები ღმერთმა შეგვქმნა. ვაი იმ ღმერთს ვინც შენ შექმნა თან თავის ხატად. და ხო, ეს მე მჯერა ესე. შენ შეიძლება არ გჯერა ესე. და ეს ნორმალურია. მაგრამ ველოდები რომ ამაზეც ვიღაცები გამომიხტებიან. რო შეურწმუნო, შეჯოჯოხეთის მაშხალა, ღმერთის როგორ არ გწამს, ხო? ველოდებით თქვენს. უბრალოდ რაიმე ლოგიკურს თუ დაწერთ, შეიძლება მოგისმინოთ, თუ პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოხვალთ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, პირდაპირ დაიბლოკებით, წაიშლებით და ნახვიზე გაქანდებით. და ხო ისე ვისაც გაინტერესებთ თუ რამ დამარტყა თავში და რატო გადავწყვიტე ამ თემებზე საუბარი და ვიდეოს გადაღება, პირველი ის რომ გული მომეფხანა და მთელი დაგროვილი ბოღმა და სათქმელი ამომეღო. ბოდიში, მეც ადამიანი ვარ, რას ვიზავთ? და მეორე, ჩემამდე არ დადის, როგორ შეიძლება ჩამოყალიბებული, ზრდასრული, ჰეტეროსექსუალი ნიშნავს ვინც არიცით, როცა მამაკაც მოწონს ქალი და ქალს მოწონს მამაკაცი, ანუ საპირისპირო სქესი. ხო, ჰეტეროსექსუალი მამაკაცი იყო და არ გინდოდეს საყვარელი ქალის ვაგინაში ორმაგი სალტოთი ჩახტე და თავში ჩაიხრჩო. ანუ რანაირად? რო ხედავ ლამაზ მრგვალი ფორმის შიდა და გარე ბაგეებს, ესე ქვია სხვადასხვა ვინც არ იცოდეთ ქართულად და pussy lips, ანუ inner და outer არის გარე და შიდა ბაგეები. აი ხომ ხედავთ, შემეცნებითი ვიდეოა რეალურად. ხო და რო ხედავთ ამ შიდა და გარე მრგვალ ლამაზი ფორმის ბაგეებს, როგორ არ უნდა მოგინდეს რომ ზედ სახე ურტყა. ამ ყველაფერს გაზვიადებულად ვამბობ, რა თქმა უნდა. მაგრამ ხო გესმით. ხედრი მიხვდება, ვინც ვერ მიხვდით და არა ვიცი. ამ ჩემს ფეხებს. მეც რომ თქვენაირად არ გამომივიდეს, რომ თქვენი ამაზრზე ნიქცევების ხაზგასმით მე უკეთესი როჟა გამოჩნდე, რაც აზრი არ აქვს, მაინც ეგრე გამოჩნდება. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ის რასაც მე ვლაპარაკობ, არა რაღაც სასწაული, ანდაც საოცრება არ მხდის მე განსაკუთრებულს. ის ყველაფერი, რაზეც საუბრობ, უნდა ესმოდეს ყველას. მაგრამ სამწუხაროდ ეს თემები ყოველთვის იყო ტაბუირებული. და ხალხს არ შეეძლო ამ ყველაფერზე გახსნილად საუბარი. რადგან ეშინოდათ რომ სხვები ჩაქოლავდნენ, ეს იყო სიბილწე, რყნიდა ხალხს. რეალურად კი ხალხის სამართავად შეფუთული ტყუილები არის. ამ ვიდეოს მინდოდა რომ ქონოდა კიდევ ერთხელ ვახსენებ ყველაფერთან ერთად შემეცნებითი სახეც. მინდა რომ რაღაც ახალი გაიგოთ, რაღაც ღირებული წაიღოთ ამ ვიდეოდან და თუ რამე შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ცხოვრების გზაზე შეცვალოთ, რომ სხვების მსგავსად თქვენი ცხოვრების გზა სხვების გვამებზე დაბიჯებით თუ გადაბიჯებით არ გაიაროთ. მესმის ყველანი ერთნაირები არ ვართ. ეს უნდა გესმოდეთ თქვენ. მესმის ყველა სხვადასხვა გარემოში გავიზარდეთ და აღვიზარდეთ ისე როგორც გვასწავლეს. მაგრამ დღევანდელ დღეს, როცა არის ზღვა ინფორმაცია ყველაფრის შესახებ და აღარ გვიწევს ცხოვრება 4 კედელს შორის 3 დატოვებული წიგნით ჩვენი 2 მშობლისგან, რომელიც მხოლოდ ერთ გზას გვიჩვენებს მომავალში. შენი პასუხისმგებლობაა, შეიცვალო. შენი პასუხისმგებლობაა გახდე უკეთესი. შენი პასუხისმგებლობაა ისწავლო მეტი და დაჟე გამოიცვალო გარემოს თუ ეს საჭიროა, სადაც შენ ან სხვებს ამცირებენ საკუთარი ხორხოცის თუ სტატუსის აწევის გამო. თემას მინდა ცოტათი გადაუხვიო, მაგრამ არა ძალიან, რადგან იდეაში ეს თითქმის ყოველთვის იმ ტიპის პიროვნებები არიან, ვიზეც აქამდე ვსაუბრობდი, მოკლედ მსგავსი ტიპის ბიჭები, რომლებიც მე და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გადაჰყრია.
რადგან ნუ რას ვიზავთ? პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დავიბადეთ, გავიზარდეთ, სადაც ქურდული მენტალიტეტი ყვაოდა. მერთო როგორ ვერ ვიტანდი ამ ძალით ქურდებს, ძალით კაი ბიჭა ბაბულიკა ღლაპებს. ზუსტად ეს ხალხი იყო დაკომპლექსებული, იმ სტიგმატიზირებული გარემოთი და ცხოვრების წესი, რომ ან ქურდი ხარ და ბოზებს დედას უტყნავ, ან წესიერი შრომელი კაცი ხარ და თან უნდა გეზეპირებინა, რა უნდა გეპასუხა ვიღაც სირიკო ცუც ხასიათზე თუ გადაგიყრებოდა და უმიზეზოდ გაგაჩერებდა და შეგაყენებდა. ყველა კითხვაზე ხო სწორი პასუხი უნდა გცოდნოდა. რა ექნა იმასაც? ყლე ცხოვრება ჰქონდა, მთელი დღე გარეთ ეგდო, საქმე იმას არ ჰქონდა, ფული იმას არ ჰქონდა, ნორმალური იმას არავინ არ მიცემდა და შეხედავდა. უნდა მოეტაცებინა უეჭველი. კიდე ერთი სცენი ჩვენი ქვეყნის, რომელსაც ვერ ვიტანდი ვერც ბავშვობაში და ვერ ხვდებოდი და ვერც ახლა. კიდევ კარგი კანონები შემოიღეს და არის უკვე აკრძალული, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე და ძალიან სამწუხარო არის. დაგიჭერდა შენ ნორმალურ ტიპს და ტვინს მოგიტყნავდა. თუ ძალიან შარზე იყო, გადაგეკიდებოდა, ან გცემდა, ან რავი შეიძლება მოეკალი კიდეც, რამე რო არ სწორად გეთქვა და თუ ძალიან გაუძალიანდებოდი, რავი, რას გაიგებ. მოკლედ კოშმარი და დედის ტყნა. მე ყოველთვის უკონფლიქტო და კეთილი ბავშვი ვიყავი, თითქმის არასდროს ვაგდებდი საკუთარ თავს მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში. ხშირად შემოვლითი გზებითაც დავდიოდი ხოლმე სახლამდე რომ მივსულიყავი და იმ გაბოროტებული ხალხისთვის თავი ამერიდებინა. მოკლედ ძალიან შიშარა მეგონა თავი ბავშვობა და მოზარდობაც. მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ გავიზარდე რომ შიშარასა და წინდახედულს შორის დიდი სხვაობაა. შიშარა არის ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებს, ყველაფერს უფრთხის და შესაძლებლობებსაც კი გაურბის. წინდახედული ადამიანი კი, რომელსაც ურჩევნია რომ აუტკივებელი თავი, უბრალოდ აუტკივებლად დატოვოს. მაგრამ როგორც ყველა ცხოვრებაში, იყო რამოდენიმე შემთხვევა, როცა ვერავარიდე. არაფერი სერიოზული არ მომხდარა იდეაში, ერთხელ ქუდი დამახიეს, დაბრუნების პირობით, რა თქმა უნდა. იქაც გულში დავიგინე, მტყვან შევეცი მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არაფერი არ დაუბრუნებია. თუ არ ვწდები, ერთხელ სახიში გამარტყეს, რადგან ჩემი სრულიად ნორმალური ტონით ნათქვამი არა, იაზრობად მიიღო ჯიგარმა, ხო და მაგის გამო გამარტყა. ხო და მე კი აკაჩავებ ჩემ აუბნელებმაც და ბოდიშიც კი მომიხადა, რისთვისაც მადლობა მათ. რო ყლეზე არ დამიგიდეს. მაგრამ სხვა დიდი არაფერი, მარტივად ვარ გადარჩენილი. მოკლედ მაშინ მაგრად მეზიზღებოდნენ ამ ტიპის და ჟანრის ხალხი. მაგრამ ახლა როცა მესმის რეალურად რა გარემოში იზრდებოდნენ, ცოტა მეწოდებიან. რადგან მე მაგრად გამიმართლა და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის და იმ ყველაფრის, რაც მაქვს თუ გამოვიარე ჩემი ცხოვრების მანძილზე. ეს ყველაფერი მე დამეხმარა გამხდარიყავი ის ვინც ვარ და ის ვინც ვარ და მინდა რომ ვიყო არ არის კაცთ მოძულე. მას სურს დაეხმაროს სხვებს, ჩევა მისცეს, სწორი, უკეთესი გზა უჩვენოს თუ ამის შესაძლებლობას დაინახავს. ვიცი 1000 რაღაცას მოვედი ამ ვიდეოში, მაგრამ მინდოდა რომ სრულად ამომეღო ის, რაც დაგროვილი მქონდა წლების განმავლობაში. თან მგონია რომ ეს ყველაფერი, ის ყველა თემა, რასაც მე შევეხე, კავშირშია ერთმანეთთან რაღაც უხილავი ძაფებით, რომელიც მე მოუკრივე ესე და ჩავათხრიშე ამ ერთ ვიდეოში. შეიძლება მეთანხმებით, ან არ მეთანხმებით ბევრ რამეში. შეიძლება რაღაცები მოგწონთ, რაღაცები არ მოგწონთ და ეს ნორმალურია. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმ ყველაფრის მიუხედავად მე რაზეც ვისაუბრე, ყველა სულითა და გულით კეთილ ადამიანს წარმატება და გაძლება უსურვო მის ცხოვრების თავგადასავალში. მარტო არ ხარ მეგობარო, ყველას ჩვენი წილი ქვები გვაქვს საზიდი და სათრევი უბრალოდ არასხვების ხარჯზე. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. და ბოროტებსაც შეეხებათ, წუხვარო თქვენი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ერთადერთ სწორ და გადარჩენის გზად გაბოროტება და სხვების გათელვა დაინახეთ. გისურვებთ საკუთარ თავში იმ უბოროტო, ჯერ კიდევ მოუწამლავი ბავშვის პოვნას, რომელიც ისევ კარგია, კეთილია, ჰუმანურია და გონიერი ადამიანის გზაზე დაბრუნებაში დაგეხმარებათ. საბოლოოდ კი მინდა რომ ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ბოლომდე მისმინეთ და თქვენი ძვირფასი დრო ჩემს ვიდეოს დაუთმეთ. თუ თვლით რომ ჩემი მოსმენა ხანდახან მაინც ღირს, რადგან შეიძლება 1000-ში ერთხელ რამე ჭკვიანური და დასაფიქრებელის დაუბრეხო ხოლმე, ნუ დამზარდებით, მიმალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მეც ვეცდები არ დაგზარდეთ და უფრო საინტერესო, გასართობ შემეცნებითი ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. თუ გულის გადასვლა მოგინდათ კიდევ, კომენტარების სექცია თქვენს ბურთად და მოვიდნად გამომიცხადებია. აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე.